მშვიდობის საერთაშორისო დღე გორში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა. ერთ-ერთ მათგანს კოალიცია ქალთა პოლიტიკური ჩართულობისთვის წევრი ნინო ოქროპირიძე უძღვებოდა. შეხვედრა გორის დემოკრატიის სკოლაში კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით შედგა. ღონისძიების ორგანიზატორმა, რომელიც ამავე დროს ცხინვალის რეგიონიდან დევნილია, მშვიდობის მნიშვნელობაზე ისაუბრა, შემდეგ კი სიტყვა დამსწრე საზოგადოებას გადასცა. πατέρα διεπισλόπιδα ზოგადისევიდან რომელიც ამ ეტაპზე არის ოკუპირებული. რაც შეეხება ამ პროექტის ფარგლებს, ჩვენი ღონისძიების მიზანი არის რომ მეტად იქნეს სამხალხო საზოგადოება ჩართული სამშვიდობო ინიციატივებში. ჩვენი მიზანი ასევე არის ის, რომ ერთად ვაშენოთ მშვიდობის ხიდი. პროექტის ფარგლებში მშვიდობის დღეს მიეძღვნა ასევე ფილმის ომის ნაკვალევის ჩვენება, რომელსაც ომგამოვლილ მაყურებელში ემოციების გარეშე არ ჩაუვლია. შემოვიდა განაცხადები, საკონკურსო განაცხადები, მათ შორის იყო ნინოც. განვიხილეთ, იყო კომისია მიმართულების ხელმძღვანელებმა, ძალიან კარგად გამართულად ჩამოყალიბებული ჰქონდა თავისი სათქმელი და ჩვენ დავდექით ნინოს გვერდით, ისევე როგორც სხვებს, რომლებიც სხვადასხვა რეგიონებში ახორციელებენ. ძალიან საინტერესოა, ფორმატია სხვა, აი ეს ფილმის ჩვენებაც რაც ახლა ზემოთ მიმდინარეობს, მე ვხედავდი სახეებს, როგორ რეაგირებდა აი აქაური მაყურებელი ამ ფილმზე და ეს არის პრინციპში ეს არის სწორად შერჩეული, მიუხედავად რომ არის ტკივილიანი და ეს არ არის მარტივი საყურებელი. ფილმის ჩვენების შემდეგ ღონისძიებაში ჩართულმა ახალგაზრდებმა მშვიდობის ნიშნად მტრედებიც გაუშვეს. მშვიდობის დღეს სოფელ დიცშიც აღინიშნა გორელი მოზარდები ტრანსპარანტებითა და ბურთებით ხელში, სწორედ იმ ადგილას მივიდნენ, სადაც მწვანე ღობეებია აღმართული. დღეს არის მშვიდობის საერთაშორისო დღე, გვინდა რომ ოკუპირებული ტერიტორიისთვის, ასე ვთქვათ, მშვიდობა გვესურვებინა. გორიდან ჩამოსული ჩვენი ინიციატივით. 2008 წლის ომი მეც ძალიან მძიმედ გადავიტანე. ჩემთვისაც ძალიან საწყენი იყო ეს ფაქტი და ამიტომ ძალიან დიდი სურვილი იყო ჩემი, თუნდაც აი ამ კართან დგომა და ჩამოსვლა ამ სოფელში. ეს არის მხოლოდ სამოქალაქო აქტივობა, მაგრამ მე ვიტყვი, რომ საკმაოდ მაღალი სამოქალაქო აქტივობა. ეს იყო ინდივიდების გაერთიანება, დღეს რამოდენიმე ღონისძიებაზე ერთად ვიყავით მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით და გადავწყვიტეთ, რომ ამოვსულიყავით და ჩვენი მოქალაქეობრივი პოზიცია დაგვეფიქსირებინა ზუსტად იმ ადგილას, სადაც უკვე აწერია ტრაფარეტია სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა უსურათ და რუსულად. მშვიდობის დღესთან დაკავშირებით გორში მსვლელობაც მოეწყო. აქციის მონაწილეებმა გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.